მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო. გთავაზობთ რადიო ძველი ქალაქისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის სოხუმის მიერ მომზადებულ გადაცემას. პროექტი გენდერული საკონსულტაციო საბჭოები ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისათვის დაფინანსებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის ფონდის მიერ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ლევლა ნაცვალაძე თვლის, რომ გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელი შექმნა მათ კოორდინირებულ მუშაობას შეუწყობს ხელს. ჩვენთან საუბარში არ დააკონკრეტა რა იდეები აქვს და შემდგომში რა სახის პროექტებს განახორციელებენ. ძალიან კმაყოფილია ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით. არა, თვითმმართველობებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა არცერთი პროექტი არ განხორციელდებოდა, მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ისინი ან თანადაფინანსებლები არიან და ან დაფინანსებლები. თავითვე კარგად შეითავის ეს გენდერული საკონსულტაციო საბჭო. ეს არის პიროვნული ურთიერთობები, ადამიანური ურთიერთობები და დაინახეს, რომ რა პრობლემა არის ამ კუთხით. ჩვენ ძალიან ბევრი კვლევა ჩავატარეთ, მაგრამ ბოლო კვლევასთან დაკავშირებით უნდა გითხრათ, მე თვითონ ჩავატარე თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სოფლის წვრთნებულების წარმომადგენლებთან, გამგებლის წარმომადგენლები ქვია მაგათ. ვიდეო ვთქვათ, რომ ძალიან სავალალო მდგომარეობა არის ამ მხრივ. წარმომადგენლებმა, რომლებიც ფაქტიურად განკარგველები კი არ არიან, მაგრამ საქმის ყურში უნდა იყვნენ, რა არის ბიუჯეტი, ძალიან ბევრმა ამის შესახებ არაფერი არ იცის. ეს არის ძალიან ცუდი. მე ვთვლი, რომ ეს არის ინფორმაციის ვაკუუმში ყოფნა. კითხვას როცა უსვამ წარმომადგენელს და ეუბნები, რომ პრიორიტეტი რა არის შენთან, ისინი მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობენ. თუმცა კონკრეტულ სოფელში არის უფრო მეტი პრობლემა სოციალურ სფეროში, განათლების სფეროში, მაგრამ ისინი ამოდიან იმით, რომ რა თქმა უნდა ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია, მაგრამ როცა სოციალურად დაუცველი ადამიანია, მრავალშვილიანი ოჯახია, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სახსარი და სახელმწიფოც ეს ოღონდ ძველი ხელისუფლების პირობებიდან უხსნის ელემენტარულ ტექნიკურ დახმარებას, ეს უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი. პრობლემები არის დასაქმების კუთხითაც, კარგად ვიცით, რომ ძალიან სიღატაკის ზღვარზე ვართ და ოზურგეთის არ არის გამონაკლისი ამ მხრივ. მისი თქმით, საზოგადოების ინფორმირებულობის ასამაღლებლად ჯერ კიდევ ბევრი ღონისძიებებია განსახორციელებელი. ჩვენ გეგმავთ კიდევ ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას შესაბამისად. სწორედ ჩვენი პროექტები, რომლებიც განვახორციელებთ, რომელსაც ახლა ვახორციელებ, იქედან წამოვიდა მათი იდეა, რომ სკოლის მოსწავლეებიდან დავიწყოთ თვითშეგლობის ამაღლება. პედაგოგმა, რომელმაც არ იცის, ახლა მე არ ვამბობ, ყველას უნდა ცოდნოდა გენდერის მნიშვნელობა, მაგრამ ელემენტარულად პედაგოგი მოსწავლესთან რომ შედის სკოლაში, მინიმუმ თუ არ იცის, უნდა მოიკითხოს, ან სადმე ვიღაცას კითხოს, ან წაიკითხოს, რას ნიშნავს ესა თუ ის თემა. ამიტომ ვთვლი, რომ სკოლის მოსწავლეებიდან უნდა დავიწყოთ. ჩვენ წინა წელს განვახორციელებთ პროექტი 9-11 კლასელებისთვის, მაგრამ ჩვენ თვითონ იმ ბავშვებს, ხალხურიც არის ალტერნატიული საკრებულო სახალხო საკრებულოს წევრები და საკონსულტაციო საბჭოს შევქმნით, თვითონ ამ ადამიანებს უტარებთ ტრენინგს. ალისი ჭინავა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია. იგი ამავდროულად გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრიცაა. სწორედ მისი იდეით ხორციელდება დღეს ოზურგეთში პროექტი კიბო განაჩენი არა. გამიჩნდა იდეა დახმარებოდი იმ ადამიანებს, ვისაც ესენი აქვს და ამ სენით არის შეპყრობილი. აღმოჩნდა მას მე ჩემით ვერ გავაკეთებდი და ვერ შევძლებდი. როდესაც გავხდი საკრებულოს დეპუტატი და გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ხშირად ვიკრიბებით ხოლმე გენდერის გოგოები ასე ვიცით თქმა. და ჩვენთან ფონდის სოხუმის წარმომადგენლებიც იყვნენ. და ვთქვი, რომ რაღაცა პროექტი 2015 წლის გენდერულ ბიუჯეტის დაგეგმაზე როცა მიდიოდა საკრებულოში საუბარი გამგეობის ბიუჯეტს რაც შეეხება. მაშინ ვთქვი, რომ ერთი იდეა მაწუხებს, რომელიც ძალიან მინდა რომ ფრთები შეესხას აი ამ პროექტს, მეთქი და რა არისო ესეთი და ესეთი მინდა რომ მე ვიცი რა გზა გამოვიარე და რა ჭირდება ასეთ ადამიანებს და ამით თუ რაღაცას გავაკეთებ, რომ აი ჩავთვლი რომ რაღაც სასწაული გავაკეთე მეთქი და ნუ იქ ხა გენდერის ძალიან მოეწონათ ეს ჩემი იდეა. ნუ რას ვფიქრობდი, როგორ რაღაცა, ამას თვითონ სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს საკმაოდ დიდი თანხა სჭირდებათ, მაგრამ ის თანხა, ის მწირი თანხა 900 ლარზე არის საუბარი, რომელიც გამგეობიდან გამოიყო, ეს ამ ისეთი მწირი ბიუჯეტის მქონე მუნიციპალიტეტისთვის, როგორიც ოზურგეთია, ალბათ მილიონია. იმიტომ რომ საკმაოდ
ცოტა გვაქვს თანხა, მაგრამ იმის ორგანიზებისთვის, რაც მე მინდა, ეს იდეა, რაც მე გამიჩნდა, იმისთვის ნამდვილად ჩავთვლი, რომ საკმარისია, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც პროექტის პრეზენტაცია გავაკეთეთ, აქ ფრონტის სოხუმი დაგვეხმარა ორგანიზებაში, ყველაფერი გენდერულ საკონსულტაციო საბჭო ზურგეთის პროექტის შექმნა, თვითონ გენდერულ საკონსულტაციო საბჭო დამეხმარა, იდეას განხორციელება სჭირდებოდა და მას თავის ჩარჩო აქვს პროექტს და შევძელით ის, რომ გავაკეთეთ ეს პროექტი და ვახორციელებთ. ეს არის ფსიქოლოგიური დახმარება ონკოლოგიურად დაავადებულთათვის. ჩემთვის ის პირველი დღე, როდესაც დავგეგმეთ და პრეზენტაცია გავუკეთეთ ამ პროექტს, იყო ის, რომ აქ წამოვიდა სხვა იდეები. იდეები იმისი, რომ ჩვენ ვერთიანდებით, ასეთი ადამიანები. ვერთიანდებით იმისთვის, რომ საკუთარ თავსაც და სხვებსაც დავეხმაროთ და არ ვიყოთ საკუთარ თავში ჩაკეტილები. ძალიან ბევრი ამას არ ამბობს. არ ამბობს, იმიტომ რომ თითქოს რცხვენია, თითქოს მე რა რომ რაღაცა ზოგი ეგოისტურად უყურებს ამას, რომ მე ჩემთვის ეს ცნობები არის მიუღებელი და ამ შემთხვევაში ვთვლი, რომ აუცილებელია საზოგადოება მიცოდეს. მე რა რომ მე მაგკიბო. მე შემიძლია ცხოვრება, მე ვარ ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი, როგორიც სხვა, მე შემიძლია ვიბრძოლო ცხოვრებისთვის, მე შემიძლია სხვასაც კი დავეხმარო და აღმოვაჩინე ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ვჭირდები. ძალიან ბევრ ადამიანს ის, რითაც შემიძლია დახმარება. შეიძლება ფიზიკურად ვერ დავეხმარო ადამიანს, მაგრამ გონებრივად ვეხმარები, იმ კუთხით ვეხმარები, რა კუთხითაც შევძლებ. მე ვჭირდები ჩემს მოსწავლეებს, სადაც სკოლაში ვარ, მე ვჭირდები ელემენტარულად ჩემს ოჯახს, ასე ვთქვათ, ჩემს დედმამას ვჭირდები და დედმამიშვილს ვჭირდები, რომ ვიარსებო ამ ქვეყანაზე და სტიმულს ესენი მაძლევს სწორედ, რომ ვიბრძოლოთ ცხოვრებისთვის და აი ეს ძალიან დიდ შემართებას მაძლევს. იქ წამოიჭრა ასეთი იგი, რომ სიკეთე ვაკეთებინო ადამიანი. ამას მარტო მე ვერ შევძლებდი. საკმაოდ ბევრი ადამიანი ყავს, რომელსაც უნდა ამ სიკეთის კეთება და მივაღებიოთ ამაში მონაწილეობა. და რაღაც ერთი ამგვარი დადვან ამ ადამიანების გამოჯამთელებისთვის. იმიტომ რომ ელემენტარულად, როდესაც ჩვენ ერთად ვიქნებით, გზასაც გავუკვალავთ. ონკოლოგი არ ყავს ოზურგეთს. სად წავიდეს, რა უნდა გააკეთოს. ეს არ არის რომ გაიგებს ახლა მარტო სკრინცენში არ მიდიან ვაიმე რამე თუ მჭირს მე რამე შველებავ. ნუ შევშინდებით პირიქით იმის კულტურა გქონდეს ადამიანებს რომ ექიმთან მივიდეთ დროზე. მოვიკვლიოთ თავი და საწყის ფორმაში ყველაფერს შველის და ამ დროს აუცილებლად უნდა იყო განწყობა ადამიანის ძალიან ბევრს ნიშნავს. რომ თუ ამას დეპრესიულად ჩვენ მიუდგებით, აი კიბოს უჭირდები ამ შემთხვევაში ძალიან ბევრს ვკითხულობ ამაზე. თითქოს უფრო ვრცელდება, უფრო იპყრობს ორგანიზმს. თითქოს კი არა 100 ამაში დარწმუნებული ვარ. არნსონ პროექტში ოზურგეთში მცხოვრები 50 ადამიანია ჩართული. თუმცა ბენეფიციერების მოძიება, როგორც ლალჭითან ავამბობ, ძალიან გაუჭირდათ. ბაზა ოზურგეთს იმისი სიმსივნით დაავადებული რამდენი ყავს არ აქვს. იმიტომ რომ ჩვენაირი ადამიანები, რადგან ონკოლოგია არ არის, ჩვენ პირდაპირ ქუთაისი, ბათუმი, თბილისი ვართ, ჩვენ ექიმებთან მიბმული. ძალიან ბევრი ამას არ ამბობს. ძალიან ოჯახმა იცის და პიროვნებამ არ იცის. და ამიტომ მე დამეხმარა სკოლის პედაგოგები, დამეხმარა დეპუტატები, რომ თავიანთ სოფლებში ხო ყველამ ვიცით, ახლა სოფლებში ვაიმე წავიდა, ცუდი ანალიზი მოიტანა, ხო, უწოდას ვრცელდება ინფორმაცია, ხო? ამ ადამიანების მოძიება და 12 სოფლში 50 აღმოვაჩინეთ. და უკვე ეს იყო რაღაც სასწაული, რომ 50 ბენეფიციარზე იყო ეს გათვლილი და აღარ წავედით შორს. ამ 50-ს ტელეფონით დაუკავშირდი ზოგიერთი პირადად ვნახე. ჩაკეტილია სულ ყველა. აი რამოდენიმე არის, რომელიც აგრძელებს აქტიურ ცხოვრებას, მაგრამ იმასაც ერთგვარი დეპრესიული ფონი ახლავს. ვესაუბრება ეკანინიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი. საზოგადოების რამდენიმე ნაწილთან მომწია შეხვედრა, ეს იყო სკოლის მასწავლებლები, საბავშვო ბაღის მასწავლებლები, არა მარტო მასწავლებლები, აღზრდელებიც იყვნენ და ტექნიკური პერსონალიც იყო. მომიწია შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთანაც, მომიწია შეხვედრა მიზულებით გადაადგილებულ პირებთან, ლტოლვილებთანაც. მასწავლებლებთან და სკოლის მასწავლებლებთან როცა მომიწია შეხვედრა და ლტოლვილებთანაც, მაშინ იყო საუბარი, რამდენად იყო მათთვის ხელმისაწვდომი რაიონის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია და რამდენად ცნობდნენ გენდერულ ბიუჯეტს. და სკოლის მოსწავლეებთან ძირითადად გენდერის ცნებაზე ჰქონდა საუბარი. იგი იმედოვნებს, რომ გენდერული საკონსულტაციო საბჭო მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარებაში გარკვეულ მონაწილეობას მიიღებს და არაერთი საინტერესო პროექტი დაფინანსდება. ამ წუთში თემთა გაერთიანებიდანაც და ქალაქის მერიიდანაც 4 პროექტია დაფინანსებული. ხა ძალიან დიდი ბიუჯეტიანი არ არის, მცირე ბიუჯეტიანებია, მაგრამ არც თუ მცირე ბიუჯეტიანები. მაგრამ დაფინანსება არის და დახმარება იმაში, რომ მომავალ წელს ისევ იქნება თანადაფინანსება, ამ თანადაფინანსებას და დაფინანსებას ამაზე ჩვენ იმედი გვაქვს. ვესაუბრება ნინო ნიკოლაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი. იგი გვიამბობს იმ პროექტების შესახებ, რომელიც მათ მიერ ხორციელდება. პირველი ეს გახდათ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოზარდებში და
სწორედ იმის გამო, რომ გენდერზე აქტიურობაზე, ადამიანთა აქტიურ ჩართულობაზე, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა თავიდანვე ახალგაზრდობის და ადრეულ ასაკებში დაიწყო. ჩვენ ბავშვებზე გავაკეთეთ ორიენტაცია, მოვიწვიეთ ქალაქის 5 საჯარო სკოლის მოსწავლეები, 5 ბავშვი თითო სკოლიდან, ჩაუტარეთ ტრენინგები აი ამ ბავშვებს, ტრენერება თვითონ ჩვენი საბჭოს წევრები ფონდმა სოხუმმა გადაგვამზადა და ჩვენ ძალიან კარგად გავართვით ამ ყველაფერს თავი და აი ეს შეხვედრების შემდეგ თვითონ აი ამ 25 ბავშვისგან შეიქმნა ალტერნატიული საკონსულტაციო საბჭო ქალაქის მუნიციპალიტეტთან არსებული ახალგაზრდების ჩართულობით და ასევე ალტერნატიული საკრებულო, რომელსაც ბავშვები საკმაოდ კარგად ართმევენ თავს. ასევე შეიქმნა მეორე პროექტი, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან დაფინანსდა. ეს გახდა თვითონ უდიდესი სცენის გადამტანმა ქალბატონმა იდეის ავტორი ეს ქალბატონი გახდათ, ლალი სეჭინავა გახდათ ეს და აი ამ ქალბატონმა წამოაყენა ეს იდეა და კიბო განაჩენი არ არის, ეს აქტიურად მიმდინარეობს. ახლა პირველი შეხვედრა საპრეზიდენციო გაიმართა და ჩვენ აქტიურად ჩავერთვებით აი ამ პროექტის განხორციელებაში. ახლა შვილობილ პროექტზე რო გესაუბრეთ, ეს გახლავთ ისევე ბავშვების ჩართულობით ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს ამას 2000 ლარის ღირებულების პროექტი გახლავთ. ბავშვები პატარა თავის მინი პროექტებს წარმოადგენენ ხოლმე თავიანთი თვალით დანახული პრობლემების ირგვლივ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უფინანსებს ამას. ინო ნიკოლაიშვილი აქტიურად იყო ჩართული კვლევებში, რომელიც საბჭომ განახორციელა. იგი შეხვდა სოციალურად დაუცველ და იზოლების გადაადგილებულ პირებს. გევნილების პრობლემა განსაკუთრებული და გამოკვეთილი არ არის, იგივე პრობლემა აქვს რაც სოციალურად შეჭირებულ ადამიანებზე. ძირითადად პრობლემა არის სოციალური სტატუსის მინიჭებასთან, კვლევის მინიჭებასთან და აი შემდგომ განვითარებასთან და რა არის ეს? სოციალურად შეჭირებულ ადამიანს არ შეუძლია თქვა განვითარება, მატერიალური განვითარება იმის გამო, რომ მას არ მოეხსნას სოციალური დახმარება. ამიტომ ის არ არის ორიენტირებული, რომ შექმნას რაღაცა თქვა მოიწვიოს სოფელში, გინდა ქალაქში, რაღაცით გააუმჯობესოს მისი პრობლემა და ფაქტობრივად ეს ადამიანების გაზარმაცებას უწყობს ხელს. და ან კიდევ რაღაცა მიჩვევას იმ გაჭირვებულ მდგომარეობამდე და სტატისტიკა ამ კუთხით არ არის შეცვლილი. მე ადრე ძღებულობდი ამ კვლევებში მონაწილეობას, როგორც ფონდ სოხუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბი და როგორც თქვა ჟურნალისტი, ადგილობრივი ჟურნალისტი და ფაქტობრივად ოჯახები, რომლებიც იყვნენ რაღაცა დონეზე, იმათი მდგომარეობა უარესობისკენ არის წასული, არათუ წინსვლისკენ. ანუ ეს არ არის მიზანმიმართულად დახარჯული თანხა, ამისი თქმა მინდა ამ შემთხვევაში და თვითონ ადგილობრივებიც და იგივე სოციალურად შეჭირებულები, იგივე დევნილები მოითხოვენ ამას, რომ რაღაცა ცვლილება იყოს ამ კუთხით კანონში შეტანილი, რომ მას ჰქონდეს საკუთარი, თქვა, განვითარების საშუალება პარალელურად, თქვა, აი ამ დახმარების მოხსნასთან ერთად. გენდერულ მედიაცინთან თანამშრომლობის შესახებ გვესაუბრება გიორგი გირგელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრი. ოზურგეთის გენდერის მედია ცენტრი აგზელებს კვლავ მუშაობას და ეს თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, გაიკარგება და გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში. ეს იქნება მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა თუ პოლიტიკოსების წარმომადგენლებთან, როგორც ხორციელდებოდა ადრე, ანუ ეს გაგრძელდება და აუცილებლად იქნება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული საკონსულტაციო საბჭო მუშაობას ნაყოფიერად აგრძელებს და დიდი იმედი აქვს საომალოდ არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებისა. თქვენ მოისმინეთ რადიოძველი ქალაქისა და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის სოხუმის მიერ მომზადებული გადაცემა, რომელზეც ჟურნალისტი ლია ხარაბაძე მუშაობდა.